მე მივიღე მონაწილეობა ოლიმპიადაში ხატრული კითხვით. კითხულობდი ლადო ასათიანის ლექსს, კწანისის ყაყაჩოები. ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმარცხარნომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. და მივიღე პირველი ადგილი რესპუბლიკაში. სიმბოლურია, რომ ეს მე-10 კლასის მოსწავლემ პირველად თბილისში თეატრის სცენაზე, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წავიკითხე ეს ლექსი. და მე გახდით მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. შემდეგ დასკვნითი იყო ოპერის თეატრში და სადაც მე დუშეთიდან, არაგვი იქ არის, არაგველები. გარდა მაგისა, ჩემი ერთ-ერთი წინაპარი არის დედის მხრიდან, ერთ-ერთი 300 არაგველთაგანი. ეს ლექსივე წავიკითხე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების დროს. და როდესაც შევედი გამოცდაზე, დავინახე აკაკი ხორავა. მითხეს, რომ აკაკი ხორავა არის კომისიის თავმჯდომარე. და რომ შევძახე ჩემი ლექსი და ეი თქვენ არაგველებო და აი შუა კითხვის დროს მომესმა. Какой замечательный театральный голос. და იუმორში გადამქონდა ყველაფერი. ვაკეთებდი იმიტაციებს პედაგოგების, ბავშვების. დედაჩემის ხათრით ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში. და დაამთავრე მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით და გახდით პედაგოგის. როდესაც სწავლობდი თბილისში ფორტეპიანოს, თან დავდიოდი დუშეთში და ვამეცადინებდი ბავშვებს. 14 წლიდან მუშაობ. 14 წლის ვიყავი, როდესაც ვამეცადინებდი კერძოდ ბავშვებს და ყოველთვის ჩემი შემოსავალი მქონდა ყოველთვის და მინდოდა რომ ეს ასე ყოფილიყო. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მოგიხსენებათ, არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო ალექსანდრე მიქელაძე. არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც პოლიტიკური პატიმარიც გახდა თელთი. უგანათლებულესი და უშესანიშნავესი პიროვნება. კარგი ჯგუფი იყო და კარგი შედეგებიც ჰქონდა. პირველ კურსზე, მეორე სემესტრში დამინიშნეს მარჯანიშვილის სახელობის. მარჯანიშვილთან ყოველთვის ესეთი ლამაზი ურთიერთობა მქონდა. მეორე კურსზე უკვე განთავისუფლდა ლენინისები, მე გახდით მარტო კანდიდატი. მეორე, მესამე, მეოთხე კურსზე 3 წელიწადი ვღებულობდი ამ სტიპენდიას. ეთერი გუგუშვილმა გამიწია რეკომენდაცია, ბატონ დოდო ალექსიძე იყო მაშინ, დიმიტრი ალექსიძე. დიმიტრი ალექსიძესთან და მაშინვე მიმიღეს, ჯერ მიმიღეს უშტატოდ. და თითქმის ყველა სპექტაკლში დამაკავე. ფანჯიკიძის პიესაში ვითამაშე პირველი დამწყები მსუბუქი ყოფაქცევის ქალიშვილი. მაგდა ბრეგვაძე. ჩემი პარტნიორები იყვნენ თენგიზ არჩვაძე და ჯემალ მონიავა. ყველამ ძალიან კარგად მიმიღეს და ძალიან ჩქარა დამიმეგობრდე. მე რაღაც ერთ წელიწადში ზუსტად აღადგიდა ურიელა კოსტა ვერიკო ანჯაფარიძემ და სოფიკო ჭეურელი მანამდე იყო რუსთაველის თეატრში გადასული და უკან დაბრუნდა სოფიკო ჭეური, ის თამაშობდა ივდის. პირველივე სპექტაკლზე ჩვენ მოცეკვავე ქალბატონებს თამაშობდით და პირველივე რეპეტიციაზე რომ მივედი, წამოდი ჩემთან რომ მითხრა სოფიკო, მომკიდა ხელი, წამიყვანა თავისთან სახლში და იმის მერე განუყრელი მეგობრები ვიყავით. საოცარი მეგობრობა იცოდა სოფიკო. აი სესილია თაყაიშვილი იყო საოცრება თავისი პიროვნებითაც. ეს არის ჩემი დიდი ბედნიერება, რომ მე მოხვდი ისეთ მაშინ რომ სესილიასთან მომიხვდა მეგობრობა. მეზობლობით დაიწყო, იმ ეზოში ვცხოვრობდი და ზუსტად ერთი ნახვის შემდეგ მეორე შეხვედრაზე უკვე წამოდი ჩემთან. და ახლა გადმოვიდა და იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. რთული ქალი იყო, რთული კი არ იყო, მართალი იყო. პროფესიულად სესილიამ რო რჩება იცოდა, ესეთი თვერც გაიგებდი რა გითხრა, მაგრამ გირჩევდა საოცრებას. ერთხელაც მივედი რაღაც იაპონურ პიესაში ვთამაშობდი მედია კუჯოხიძესთან და წავიკითხე და წავედი. და მედიკო მეძახის უკვე სცენაზე ვიყავით. დღეს ძალიან კარგად გაიარე რეპეტიცია. იმტოჩი მივხვდი რატომ? იმიტომ რომ სესილიამ ისეთი პატარა შენიშვნები მომცა, იმ დღეს ყველაფერი სხვანაირად მოხდა.
მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. რეფორმატორი იყო, არაჩვეულებრივი კარგი სპექტაკლი იყო და მეც გავხდით ერთ-ერთი კარგი მონაწილე იმ სპექტაკლის. ჯარისმარის გასაჭრში ნატალიას თამაშობდი და აი ცეკვის დროს ნატალია რო ცეკვავს და ეპრანჭება ამ იმას და დედის ჯინაზე რო აკეთებს რაღაცას, აი იმაზეც იყო სუბქუხარეთაში და კულისებშიც ხომ ჩვენი მსახიობები იდგნენ და ისინი ყოველთვის რაღაცა რეაქციას აკეთებდნენ. მე თამაშობდი კიდევ ძალიან კარგი სპექტაკლი დადგა მედია კუჭუხიძემ პორტოპოლოს ტუსაღები. იქ თამაშობდი ერთ-ერთ რევოლუციონერს. მქონდა კარგი როლები, მქონდა ნაცარქექიაში თამაშობდი. არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო თოვლის დედოფალი, სადაც ყავს თამაშობდი და ისეთი ის მქონდა წარმატება, რომ აი გაგიკვირდებათ, რომ აი ყვავი რო გამოვა და რაღაცას რო ისე ითამაშებს, რომ ტაშს გიკრავს და ტაში მაყურებელი. აი საოცრება ის აპლოდისმენტები. აი რო თამაშობდა უცბად რო წაბვა ტაში იქიდან დარბაზიდან, ეს არის საოცრება. მეხკიდა გაღალებაკთა. ნატრის ხეზე, ფოტოშოუს სესილამ უთხრა წინადადება. თენგიზ ამ დროს მისი მეუღლე ჩემი მეგობარი იყო. და თვითონ ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. კი, მაგრამ ასმაც არ იღებ მე. როგორ რაკაია რომ მითხარიო და ზუსტად ამ როლზე მე დამიძახა ბატონმა თენგიზმა და მე რა მითხრა იცით, აი შე რომ იმას ეუბნებიო. რა ეს მეხიკი დაგაყარე მაგთავზეო. აი ამ სცენასო ყველა მეკითხება შენზე ეს მსახიობი ვინ არის რაკაიო. დიდი მადლობა ამისთვის. იმდენად აი როგორც თქვათ აი ოჯახი და ზოგი ხوارი მეუღლეს გაცილდება და მეორე მეუღლე აღარ უნდა. აი რაღაცა ესეთი ის მქონდა. მეორე ახალი ოჯახი და ახალი აი ეს ძალიან რთული იყო წამოსვლა. მაგრამ იმდენად მარტო კი არ ვიყავი. ბევრი დაიჩაგრა იქ და აი ამ ბრძოლამ რომ ამ ყველასთვის იმან გამომიყვანა მდგომარეობა. სხვათა შორის გითხრა სიმართლე, მე სადაც ვარ, თქვათ, ჩემ ახლობლებთან ოჯახში დაბადების დღე არის, ქორწილია თუ რა არის, როდესაც ისეთი იქ ყველგან ჩემს მსახიობურ მონაცემს მაინც მიყვარს რაღაცა კაი ამბის მოყოლა და იმის დროს ყველა ძალიან მოუფილია ჩემი მოთხრობით. იცით რა არის, ძალიან რთული იყო, მაგრამ აი გადავერთე სხვა რაღაცები და ამ დროს რაღაც ეპიზოდები მქონდა სცენა იმაზე სერიალებში, რაღაც ფილმებში, რაღაცა და აი ამითი გამოვედი. დედის შურის ძიება ყველაზე საჩინელი შურის ძიება ამ ქვეყანაზე და ნუ გამაკეთებინე ბიბასის სიკაკეთებას არ მინდა. ისე დიტო თქვენ გავთ დამოქრებაში. დიახ. პატივისცემაც ვიცით ადამიანების და საბაგიეროს გადახდაც უმადურობისთვის. ტკივილიც იყო ბევრი. კი, მაგრამ მე ძლიერი ქალი ვარ. გაუძელი იმ ტკივილს და ძალიან გული მწყდება, რომ ბევრი აღარ არის მაგანი, ვისაც ატკინეს ძალიან გული, იმიტომ რომ იმათ ვერც იბრძოლეს და ვერც გაუძლეს. მე კი გაუძელი ამ ყველაფერს და ვიბრძოლე. სხვადასხვა ბრძოლა ყოველთვის ანელებს იმ ტკივილს. გაჩერებული უფრო უარესია, ვიდრე მებრძოლი ადამიანი. ბრძოლა ანელებს ამას. იცით რა გინაცინანო რა რომ გამოასწორებ. არაფერი აზრი არ აქვს. ლამაზია ცხოვრება, ყველა დღე ლამაზია. კარგი შვილი მყავს, კარგი შვილი მყავს ძალიან. ყველაზე ძვირფასი დღეს რა არის? ქუჩაში რომ ხდება ვიღაცა, მე რეგალიებისთვის არ მიბრძოლია, თუ იბრძოლებ, ყველაფერს გააკეთებ სხვათა შორის. ყველაფერს მიახსენებ, თუ რაღაცა გინდა რომ იქ ჩააწყობ, იქ იბარა, ესეთი რამეები ჩემგან გამორიცხულია, არასოდეს არ მქონია იქ. მაგის სურვილი, არც მიფიქრია მაგათ. ძალიან გზნობ ხალხის სიყვარულს. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ხვდება და მეუბნება, ქალბატონებთან მიყვარხარ, მე გისმინეთ, მე გისმენთ, მე გიყურებთ, მიყვარხარ. ამას რომ მეუბნება მაყურებელი, რომელსაც მე არ ვიცნობ და ის მიცნობს და ამ დროს ესეთ ლამაზად გეუბნება, ეს შეფის ძალიან ძვირფასია. მე გახლავართ ასპათ ტყაბლაძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. დიახ, მსახიობი.